მეორე ცხოვრებას ვცხოვრობ. სულ სხვა ადამიანი დგას სცენაზე და სულ სხვა ადამიანი მიზის ახლა აქ სტუდიაში. ძალიან უმადლი ჩემ აქამდელ ცხოვრებას ნამდვილად და იმ სუკან კაცს. რა მოხდა ეგეთი რომ შენ ის მსუქანი კაცი გაუშვი სამსახურში? კი ბატონო, შემიყვარდა ჩემი თავი. ეს იმის დასაფლავება თუ არის სწავლე და იმის დანებება, ასე ვთქვათ, ახალი ვერ იბადება. შენ თავს იმიტომ კი არ უნდა მიხედო, რომ დიდხანს იცოცხლო. არამედ იმიტომ უნდა მიხედო, რომ სიცოცხლის ბოლო ნაწილში იყო დამოუკიდებელი. ალექსანდრე ჯეჯელავა, ფლომასტერის დამფუძნებელი და ტრენერი. ადამიანი, რომელმაც განვლილი კარიერის განმავლობაში არაერთხელ გაბედა პროფესიის შეცვლა. 50,000-ზე მეტმა ადამიანმა იპოვნა ინსპირაცია მის კოუჩინგ სესიებში. ფლომასტერი არის უფასო ონლაინ პლატფორმა, სადაც შეგიძლია მიიღო რეალური და გამოსადეგი ცოდნა, როგორ განვითარდე როგორც პროფესიულად, ისე პიროვნულად. სანდრო აკადემიურ ცოდნას ცოცხალი ენით გადმოსცემს. ადამიანი, რომელიც ხედვას სტრუქტურად აქცევს, ცოდნას ინსპირაციად და სიტყვას ქმედებად. ძალიან ადვილია რომ ჩავარდე სხვის აზრში. არა და რომ ფიქრობ ცოტა განსხვავებული აზრი გაქვს და რო თქვა ცოტა განსხვავებული შეიძლება აღარ ჩაგიხუტონ. მე შემილია ფასეულობების დონეზე და შეხედულებების დონეზე ჩაოსახლდე ადამიანში. ადამიანები მიყვარს ძალიან და სწავლა მიყვარს ძალიან. ესე კომპიუტერებიო საქართველოში არასდროს არ იქნებაო. და წასვლა მოგიწევს უცხოეთშიო თუ მაგ სპეციალობით იქნებიო რომ რაღაცას მიაღწიო და მართლა მჯეროდა მეც მჯეროდა ლამის რომ კომპიუტერები ან იქნება საქართველოში ან არ იქნება და ეს მომავალი ან დადგება ან არ დადგება ბილიკი არ უნდა იყოს შენ სადაც მიდიხარ თუ ორიგინალურ რაღაც საკეთებ ახალი თვალით დანახვა მუღამი და არა ახლის დანახვა